გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ებრაული სამყაროს ყოველკვირეულ გადაცემაში IOC4 News English-ზე. მე ემილი ფრენსისი ვარ. ყოველკვირაში ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ამბებზე, საკითხებსა და პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოა ებრაული თემისთვის აქ, ისრაელში და დიასპორაში, გლობალურ ებრაულ საზოგადოებაში. და როგორც ყოველთვის, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი კვირის მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან. იხილეთ. მარკ ჰანიმ განაცხადა, რომ კანადა ციტატა ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს ებრაელი კანადელების წინაშე და გააფრთხილა, რომ ანტისემიტიზმი მკვეთრად იზრდება. მას წარადგინა ახალი რწმენის საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი სენატორი მარკ გოლდი, ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. გასულ წელს ქვეყნის რელიგიური მოტივით ჩადენილი სიძულვილის დანაშაულების 2/3-ზე მეტი მიმართული იყო ებრაელი კანადელების წინააღმდეგ, რომლებიც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ. პოლიცია განიხილავს გასული წლის ახლახან გავრცელებულ ვიდეო მასალას, რომელშიც ჩანს, როგორ შეურაცხყოფენ დეიმ ჰელენ მირენს ლონდონის ქუჩებში. ოსკარის მფლობელი თავის მეუღლესთან ერთად სეირნობდა, როდესაც ერთმა მამაკაცმა მას ბოროტი სიონისტი უწოდა. მირენი ებრაელი არ არის, თუმცა ის რამდენჯერმე იმყოფებოდა ისრაელში და ეკრანზე არაერთ ებრაულ ფიგურას, მათ შორის გოლდა მეირსაც ასახიერებდა. ბერლინის სენატმა დაამტკიცა რაიხსტაგის მახლობლად მდებარე გზის ნაწილისთვის იად ვაშემის ქუჩის სახელის მინიჭება. ეს ნაბიჯი ჰოლოკოსტის ხსოვნისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგობის ხილული განცხადებაა. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც იად ვაშემი აპირებს გახსნას თავისი პირველი ჰოლოკოსტის საგანმანათლებლო ცენტრი ისრაელის გარეთ, გერმანიაში. ივნისი არის პრაიდის თვე და დასავლეთის ბევრ დიდ ქალაქში ემზადებიან ყოველწლიური პრაიდის აღლუმებისთვის. თუმცა რომის აღლუმს ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე დააკლდება. ებრაული უგბტ ჯგუფი ქეშეთ იტალია წელს აღლუმზე სიამაყით აღარ ააფრიალებს თავის დროშას, რადგან ორგანიზატორებმა მათ მოსთხოვეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, სადაც დაგმობდნენ გენოციდს ღაზაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აღლუმში მონაწილეობას აუფრთხილავდნენ. ცხადია, მათ ამის გაკეთებაზე უარი თქვეს. ეხლა ჩემთან ერთად არის არიელ ჰელერი, ქეშეთ ევროპის პრეზიდენტი და ქეშეთ იტალიის საბჭოს წევრი. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთით. გთხოვთ, მოგვიყევით, როგორ გაიგეთ მოწვევის გაუქმების შესახებ და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე? სინამდვილეში მე შეხვედრაზე ვიყავი რომა პრაიდის ორგანიზატორებთან. რა მოხდა? ანუ სიტუაცია დაიწყო 2025 წელს, როცა ჩვენზე 30 თავდასხმა განხორციელდა ჩვენს პლატფორმაზე რომა პრაიდ 2025-ის დროს. ხალხი გვიწოდებდა ტერორისტებს, მკვლელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არ ჰქონდა ეროვნული დროშა, ეს უბრალოდ ჩვენ ვიყავით ებრაელები და ქვიარები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რომა პრაიდის ორგანიზატორს, რომ დაეკავებინა პოზიცია და რეალურად დაგვთო ნება მიგვეღო მონაწილეობა კოორდინაციაში, ანუ ადგილობრივი LGBTQ+ ორგანიზაციის ასამბლეაში. და 25 მაისის შეხვედრის დროს მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ ამ კოორდინაციაში არ ვიყავით მისაღები, მაგრამ არც ეს იყო ყველაფერი. მაგ ასევე გვითხრეს, რომ წლიდან ჩვენ აღარ გვექნებოდა უფლება ყოლო და სატვირთო მანქანა პარადის დროს. და იცით, სატვირთო მანქანის ყოლა მხოლოდ საზოგადოების ხილვადობას არ ნიშნავს, არამედ უსაფრთხოებასაც. იმის შემდეგ, რაც გასულ წელს მოხდა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენთვის შეუძლებელია უსაფრთხოდ მონაწილეობა, თუ არ გვექნება, იცით, ესეთი პლატფორმის უსაფრთხოება. და ასე რომ მე შეხვედრაზე ვიყავი, ორგანიზატორებთან ერთად ვიყავი შეხვედრაზე, ასე რომ მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ინფორმაცია მიიღო. სინამდვილეში 2 წელია რომა პრაიდზე ვმუშაობ. ეს ჩემთვის ძალიან რთული და ემოციური მომენტი იყო. და შემდეგ მათ ეს განცხადება გაავრცელეს 5 თუთის შემდეგ და ვთქვათ 10 თუთის შემდეგ, რაც შეხვედრა დავასრულეთ. და ისინი ამ პლატფორმას იხენებდნენ ისეთი პატარა ორგანიზაციის წინააღმდეგ, როგორიცაა სკეჩი იტალია. ეს შემაშფოთებელია, ეს საზიზღარია. და რომ აქ ევროპაში 2026 წელს ებრაელებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მონაწილეობა. არც კი მინდა ვთქვა პრაიდზე, მაგრამ ზოგადად გარკვეულ სოციალურ კონტექსტში, როგორიცაა ეს ღონისძიება, ხო გესმით? ნამდვილად შეამჩნიეთ ქცევის ცვლილება თქვენი ჯგუფისა და საზოგადოების სხვა წევრების მიმართ ბოლო წლებში. არა მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა რომის პრაიდი, არამედ ადამიანების მხრიდანაც.
თუ დაუბრუნდებით ჩვენს მონაწილეობას 3 წლის წინ, ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, როცა მსვლელობის დროს ხალხი გვიწონებდა ტაშს. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო რამდენიმე მცირე ანტისემიტური თავდასხმა, მაგრამ ისინი ისეთი ხმამაღალი და საშიში არ ყოფილა, როგორც ის, რაც გასულ წელს მოხდა. იცით, ერთი წლით შევწყვიტეთ მონაწილეობა, რადგან გძნობდით, რომ უსაფრთხოების მხრივ რისკის ქვეშ ვიყავით და ეს მოძრაობასთან თანხვედრასაც ეხებოდა. შემდეგ კი გასულ წელს ჩვენი ევროპული ორგანიზაციით კვლავ მივიღეთ მონაწილეობა Roma Pride-ზე. და წელს იცით ეს ცვლილება ორგანიზატორებმაც აშკარად აჩვენეს. მაგრამ ზოგადად იცით ხალხიც იცვლის დამოკიდებულებას ჩვენი ორგანიზაციის მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია ანტისემიტიზმისასა და ანტიქრიერ დისკრიმინაციის საკითხებზე, რომელსაც იტალიელი და ევროპელი, ებრაელი ქვიერი ადამიანები აწყდებიან. და იცით ზოგჯერ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს კავშირი ისრაელთან. ჩვენი ზოგიერთი წევრი ისრაელში არც კი აძლევს ხმას. ჩვენ ვერაც კი, იცით მე არ მაქვს ნეთანიაჰუს ნომერი, ასე რომ ვერ დაურეკავ და ვერ ვეთქვი რომ შეთხვითოს. ასე რომ საქმე ისაა, რომ ქრიარ მოძრაობის დამოკიდებულება ეხლა ზოგადად ისაა, რომ ჩვენ უნდა დავიკავოთ პოზიცია, მაგრამ ეს არის აი არის განმარტებით ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ფორმაა, როცა ეუბნები ებრაელ ადამიანს, რომ აიღოს პასუხისგებლობა უცხო ქვეყნის ქმედებებზე. ასე რომ ეს ცოტა სამწუხაროა. Ariol, დიდი მადლობა. Ariol Heller, კეშეთ, ევროპას პრეზიდენტი. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ მომავალში. დიდი მადლობა, რომ მოხდით ეს სივრცე, ეს პლატფორმა. მართლა მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი გავრცელდეს მთელ კონტინენტზე, ისრაელშიც და ყველგან ეს დემოკრატიის საკითხია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. ასე რომ საქმე, რომელმაც არგენტინა 10 წლეულზე მეტია აშფოთებს, ყოფილი პროკურორი ვივიანა ფაინი ბრალდებულია 2015 წელს ალბერტო ნისმანის ამიას აფეთქების გამომძიებლის მკვლელობის საქმის განხილვაში. პროკურორების თქმით, მან ვერ შეძლო დანაშაულის ადგილის შენარჩუნება და შესაძლოა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დააზიანა კიდეც. ეხლა ჩვენთან ერთად არის ყოფილი i4 News-ის ინგი სურენოვანი წამყვანი და პროდიუსერი დამიან პოქტერი. პირველ რიგში დამიან, ძალიან მიხარია შენი ნახვა და ძალიან გვაგლიხარ. მაგრამ სანამ ამ სიტუაციაზე გადავიდოდეთ, შენზე მოგვიღები. ამ საქმესთან ძალიან პირადი კავშირი გაქვს და გვიანბე მეტი. დიახ, რა თქმა უნდა. 2015 წელს პროკურორმა რობერტო ნისმანმა საქმე აღძრა იმ დროის პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერის წინააღმდეგ. 4 დღის შემდეგ, რაც მან ეს საქმე აღძრა, ის გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში, აბაზანაში. და მე ვიხავი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც ეს ამბავი გაიგო. და მე მაშანშინდელი Twitter-ი ეხლა X გამოვიყენე ამის შესახებ დასაწერად. მე ვიხავი პირველი ადამიანი, ვინც ამის შესახებ იცოდა. ასე რომ მე X გამოვიყენე იმის შესახებ პოსტის დასაწერად, რაც ხდებოდა. პირველად Twitter-ზე დავწერე, რომ პროკურორის ბინაში რაღაც ხდებოდა. და შემდეგ დავადასტურე, რომ ის მართლაც მკვდარი იყო სისხლის გუბეში. რამდენიმე დღის შემდეგ, რომ მოკლედ გითხრათ, სახელმწიფომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. და როცა ჩემს ერთ-ერთ წყაროს ხვდებოდი შევნიშნეთ არგენტინის დაზვერვის სამსახურის ერთ თანამშრომელი, რაც ჩემთვის აშკარა გახდა, რომ არგენტინის სახელმწიფო ჩემს კვალზე იყო. ამიტომ გადავწყვიტე იმ ყველაფრით, რაც მაშინ მქონდა პატარა ზურგჩანთით, წამეღო ჩემი ნივთები და დამეტოვებინა ქვეყანა და დაუბრუნებული ქვეყანა, დაუბრუნებულიყავი ისრაელში, სადაც ჩემი ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული. კი, ეჯუგარეშია, თქვენ მართლაც საფუძვლიანი ჟურნალისტი ხარ და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმ ყველაფერს, რაც i24 News-ის ინგლისურენოვან არხზე გააკეთეთ. მაგრამ ეხლა მოდით ვისაუბროთ ვივიანა ფაინზე. ახლა მას ბრალიც აუყენეს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობების დაფარვაში და თითქოს და მან მისცა ადამიანებს საშუალება დანაშაულის ადგილი დაებინძურებინათ. ეს თქვენთვის შოკია? ან იქნებ გარკვეული გამართლებაა? არა, საერთოდ არა. თავიდანვე ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან უცნაური ხდებოდა მთელ სასამართლო პროცესში და განსაკუთრებით ამ დანაშაულის ადგილთან დაკავშირებით. იცით, ჩვენ საუბრობთ
ათეულობით ადამიანზე პირველ საათებში. მაშინაც კი სანამ პროკურორი ვივიანა ფაინი მივიდოდა შემთხვევის ადგილზე, ისინი შევიდნენ იმ ადგილას. ჩვენ დოკუმენტურად გვაქვს დაფიქსირებული მინიმუმ 20-ზე მეტი ადამიანი ბინაში და კიდევ 30-მდე მის მახლობლად. ამიტომ სულ მცირე 50 ადამიანი მაინც იყო იქ, შეიძლება კიდევ უფრო მეტი, ან სხვაებიც, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაგვიფიქსირებია. უბრალოდ დადიოდნენ იქ, არეულობას ქმნიდნენ და დანაშაულის ადგილზე სისხლზე გადადიოდნენ, პრაქტიკულად ყველაფერს აბინძურებდნენ და ნამდვილად ეს ჩემთვის შოკი არ ყოფილა და არც არგენტინის საზოგადოების უმეტესობისთვის. უმეტესობა, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს განზრახ გაკეთდა. იმისთვის, რომ შემდეგ გამოძიებისთვის უფრო რთული ყოფილიყო დაემტკიცებინათ, რომ ეს თითქმის მკვლელობა იყო. თავიდანვე მთავრობა ავრცელებდა თეორიას საკუთარ მედიასთან ერთად, რომ პროკურორმა ნისმანმა თავი მოიკლა. ამიტომ დანაშაულის ადგილი ქაოსად გადაიქცა. და დღემდე ძალიან რთულია ნამდვილად. იმის აღიარება რა მოხდა ზუსტად იქ, მაგრამ არგენტინის სასამართლო ხელისუფლების მიხედვით ეს იყო მკვლელობა. და ეს საკმაოდ ნათელი იყო. არგენტინა ახლა პოლიტიკურად სრულიად განსხვავებული ადგილი გახდა, ვიდრე იყო 10 წლის წინ. ჩვენ ვიცით, პრეზიდენტ ხავიერ მილეიზე, რომელიც ცნობილია როგორც იუდოფილი, ცდილობს შეცვალოს ურთიერთობები. ჩამოვიდა ისრაელში და ასევე გაიგო, რომ მისი ბაბუა შესაძლოა ებრაელი რაბინი იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ მოდესმე იქნება სამართლიანობა, როგორც ამიას მსხვერპლებისთვის, ასევე ნისმანისთვის? მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმაზე, რასაც ეს მთავრობა აკეთებს ამ შემთხვევაში. ფიქრობ, დიდი პროგრესი შეინიშნება. მჯერა, რომ არგენტინის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან დაახლოება ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქმის წინ წასაწევად. და ამის მიზეზი ისაა, რომ არგენტინა ზუსტად საპირისპირო მხარეს იყო დაპირისპირებული ირანთან. მათთან მინც ბუენოს-აირესში აფეთქება მოაწყო. მათ ალიანსი გააფორმეს. პრეზიდენტი ფერნანდეს დე კირჩნერი იყო ის, ვინც ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაგზავნა, რაც სრულიად შოკის მომგვრელი იყო. და ალბერტო ნისმანმა სწორედ ეს გამოიხენა მტკიცებულებად, რათა გამოევლინა ის დაფარვა, რასაც ფერნანდეს დე კირჩნერის ადმინისტრაცია ირანელების სასარგებლოდ აკეთებდა ირანული სარგებლისთვის. ამიტომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ პირად დონეზეც სუდი გამოცდილება მაქვს ასევე არგენტინის სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება შესაძლოა მომდევნო თვეებში არა აუცილებლად არგენტინის მხრიდან, არამედ უცხოური სააგენტოების ან არგენტინასთან დაკავშირებული უცხოელი ელემენტების მიერ. დემიენ, დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ ისევ გნახე. თავს გაუფრთხილდი და იმედია მალე ისრაელში გნახავ. დიახ, დიდი მადლობა. ეს ისევ ებრაული ისტორიის წაშლის აქტი ხომ არ არის? 100 წელზე მეტი ხნის წინ ბელარუსში ებრაელთა მოსახლეობა მილიონს აღწევდა, რომელთაგან 90% ჰოლოკოსტის დროს გაანადგურეს. და ბოლო დროს გაჩენილი იმედი და ნებართვა, რომ აშენებულიყო მემორიალი და გაფართოებულიყო ებრაული მუზეუმი, რომელიც მსხვერპთა ხსოვნას მიეძღვნებოდა, მოულოდნელად გაქრა. ჩვენთან ერთად ახლა უფრო დეტალურად ისაუბრებს არტურ ლიფშიცი, ბელარუსის ებრაული რელიგიური კავშირის თავმჯდომარე. გამარჯობა და მადლობა, რომ შემოგვიერთდით. გამარჯობა, ჩემი სახელია მადლობა მოწვევისთვის. მოდით პირველ რიგში აგვიხსენით ბელარუსის ებრაელების ისტორია, რაც წვლილი შეიტანეს მათ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში და იცით, ჩვენ ვიცით, რაც საბოლოოდ მოხდა ამის შემდეგ. ბელარუსის ებრაელების ისტორია ასეთია. ბელარუსი მდებარეობდა სწორედ დასახლების ზონის შუაგულში და ბელარუსის ბევრ ქალაქსა და სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა ებრაელები იყვნენ. და ებრაელებმა საკმაოდ მნიშვნელოვნად მოახდინეს გავლენა ბელარუსის ისტორიაზე. ისრაელის მრავალი დამფუძნებელი მამა ბელარუსიდან იყო. ბელარუსიდან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო. ასე რომ ბელარუსი ოდესღაც ჰოლოკოსტამდე ძალიან ძლიერი და განვითარებული ებრაული საზოგადოება იყო.
ზოგიერთი პატარა შტეტლი ჰოლოკოსტამდე 95%-ით ებრაული იყო. სამწუხაროდ ჰოლოკოსტმა თითქმის 100%-ით გაანადგურა ებრაული მოსახლეობა. ეხლა მოგვიყევით თანამედროვე პერიოდზე, სიყვარულითა და იმედით გაკეთებულ საქმეზე, როცა გასულ წელს ებრაული საზოგადოების ხსოვნის პატივსაცემად ნოვოგრუდოკში ებრაული მუზეუმის გაფართოება დაამტკიცეს. იგზენით მაშინ ეს როგორც გამართლება და აღიარება. აგვიხსენით ეს გრძნობა. ნოვოგრუდოკის შემთხვევა საკმაოდ უნიკალური ადგილია ბელარუსში. ნოვოგრუდოკი იყო ყველაზე წარმატებული გაქცევა გეტოდან გვირაბის საშუალებით, რომელიც ნოვოგრუდოკის გეტოს ტყვეებმა გათხარეს. და 222-ზე მეტმა გეტოს ტყვემ შეძლო გვირაბით გაქცევა. ყველა მათგანი არ გადარჩა, მაგრამ ბევრმა 100-ზე მეტმა შეძლო გადარჩენა, ხოლო გვირაბის სიგრძე 200 მეტრი იყო. მეტი ვიდრე 1 წლის წინ ებრაული საზოგადოება და ებრაული რელიგიური კავშირი გადავწყვეტეთ, რომ ბელარუსში ჰოლოკოსტის მუზეუმისთვის ადგილი არსებობს. და გადავწყვეტეთ, რომ ნოვოგრუდოკი ყოფილიყო ეს ადგილი, რადგან ვიცოდით მისი ისტორია, ვიცოდით ეს საოცარი და უნიკალური გაქცევა. და ჩვენ სხვა დიდ საქველმოქმედო ფონდთან ერთად სახლად მშვიდობა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ნოვოგრუდოკის მუნიციპალიტეტთან რომ ავაშენოთ, გავხსნათ ჰოლოკოსტის მუზეუმი. სინამდვილეში არა მხოლოდ ჰოლოკოსტის მუზეუმი, არამედ ჰოლოკოსტისა და ებრაული წინააღმდეგობის მუზეუმი ნოვოგრუდოკში, რომელიც დაფუძნებულია უკვე არსებულ ებრაული წინააღმდეგობის მუზეუმზე ნოვოგრუდოკში, რომელიც ქალაქში 2007 წლიდან ფუნქციონირებს. და 2025 წელს გადავწყვიტეთ, რომ ექსპოზიცია გაგვეზარდა, რეალურად გაგვეზარდა. ისტორია და ნოვოგრუდოკი რუკაზე მოვაქციოთ როგორც ჰოლოკოსტისა და ებრაული წინააღმდეგობის მუზეუმი და შესაბამისი შეთანხმება უკვე გავაფორმეთ. ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰოლოკოსტის ექსპერტებთან მთელი მსოფლიოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან. სიმპოზიუმში და კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც არიან მარტინ დინი, იოანა მიხლიჩი და სხვები. და ჩვენ შევქმნით საკონსულტაციო საბჭო. ჩვენ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს მომდევნო 5 წლისთვის, რომ კონდეს სამოქმედო გეგმა ამ მუზეუმის აშენებისკენ. და მუნიციპალიტეტმა კეთილგანწყობით დათანხმდა, გადმოეცა ყოფილი გეტოს ტერიტორიაზე მდებარე შენობები, ბარაკების შენობები, სადაც პატიმრები ცხოვრობდნენ და სხვა შენობები ამ ტერიტორიაზე. და ჩვენ ასევე ვცდილობდით ინვესტორების მოზიდვას, დონორების პოვნას ჩვენი პროექტის მხარდასაჭერად. არტურ, მოიცადე არტურ, ბოდიში რომ გაწყვეტინებ. უნდა გავაგრძელოთ, რადგან დრო ძალიან ცოტა გვაქვს. მაგრამ მინდა რომ აგვიხსნა, რაც შეიძლება მოკლედ, როგორც შეგიძლია. იცი, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა თქვენთვის. გაფრთხილების გარეშე მოხდა ის, რაც მოხდა. ებრაული გეტოს ტერიტორიის უეცარი აუქციონი და გაყიდვა კერძო მყიდველზე. რა მოხდა და რა სამართლებრივი გზების გამოყენება შეგიძლიათ, თუ საერთოდ არსებობს ასეთი? მაპატიეთ, რომ ძალიან ემოციური ვარ. არა, ეს ძალიან ემოციურია. ბოდიშის მოხდა არ გჭირდებათ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან საინტერესოა. დიახ, იმიტომ რომ იცით, ჩვენ ვართ შემდეგი თაობა. ჩვენ ვართ ამ მემკვიდრეობისა და ისტორიის შემნახველები. მართლა იმ შენობები, რომლებიც ყოფილი გეტოს ტერიტორიაზეა, კერძო პირზე გაიყიდა, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, როგორც ებრაულმა რელიგიურმა ერთეულმა ამ გაყიდვის შესახებ არაფერი ვიცოდით. ისინი გაიყიდა ერთ კომპანიაზე და ერთ კერძო პირზე, რომელსაც უკვე აქვს არა მუზეუმი, არამედ უფრო თემატური პარკია დედაქალაქის ახლოს. საკმაოდ კარგი თემატური პარკია, იცით, რომელიც ისტორიას ხვება ბელარუსის ისტორიას ემირის გამოცდილებით. მაგრამ ძალიან ნერვიულობდით.
პირველ რიგში თავად ის შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, სადაც მუზეუმი მდებარეობდა, გაიყიდა კერძო პირზე, რაც არ გვაძლევს გარანტიას მუზეუმის მომავლისთვის. შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს შენობა უნდა გადაკეთებულიყო როგორც იმერსიული გეტოს გამოცდილება, რომ იქ მისული ადამიანები იგრძნობდნენ, რამდენად რთული და საშიში იყო გეტოს ტყვეებისთვის, იქნებოდა მავთუხლართიანი კოშკები, მრავალი მანეკენი, ნაცისტი ჯარისკაცების ფორმებში. იცით, ყველაფერი რაც ჰოლოკოსტს უკავშირდება, ძალიან ფრთხილად და სენსიტიურად უნდა აშენდეს. ებრაული საზოგადოების, ფართო საზოგადოების, გადარჯადოების, გადარჩენილთა, შთამომავლების, ექსპერტებისა და მუზეუმების მონაწილეობით. და კიდევ ერთხელ, ჩვენი შეშფოთება ის არის, რომ ეს კერძო საკუთრებაში არსებული მუზეუმია. გულისხმობ, პირველ რიგში მე არასდროს მსმენია მსოფლიოში კერძო საკუთრებაში არსებული ჰოლოკოსტის მუზეუმის გამოცდილების შესახებ. და კიდევ ერთხელ, მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს გარანტი იმისა, რომ მუზეუმი მომავალშიც შეინარჩუნებს თავის მიზანს, იქნება ღია საზოგადოებისთვის და არ შეიცვლება მისი კონცეფცია. ეს მართლაც აღსანიშნავია და შესანიშნავია, რომ თქვენ აგრძელებთ იმ ადამიანების მემკვიდრეობას, ვინც გადარჩა და ვინც სიცოცხლე დაკარგა. ასე რომ არტურ ლიფშიცი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რომ სიმართლე აღსრულდეს. მადლობა. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს. ქოშერული საკვები და მაღალი დონის რესტორანი. ეს ორი ჩვეულებრივ ერთად არ მიდის, მაგრამ ეხლა ერთმა ისრაელმა შეფმა ყველაფერი შეცვალა და მიიპოვა მიშლენის ვარსკვლავი. ეს არის სასურველი ჯილდო, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია მაღალი ხარისხის რესტორნებს ენიჭებათ. ისრაელში დაბადებული და მაიამიში მცხოვრები შეფი რაზ შაფხაი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, მას შემდეგ რაც კარგ ამბავს გაიგებს, ისტორიას ქმნის, რადგან მისი რესტორანი სახელად მუტრა პირველი კოშერული რესტორანია, რომელმაც ეს პრესტიჟული შეფასება მიიღო. და ახლა ის მაიამიდან გვერდდება და გილოცავთ თქვენ. გამარჯობა, დილამშვიდობისა, როგორ ხართ? საოცარია. როგორია ეს შეგრძნება, განსაკუთრებით ამ გარემოში, როცა ყველგან რესტორნებსა და ადამიანებს ესხმიან თავს. ეს თქვენთვის ამ შეგრძნებას ნამდვილად კიდევ უფრო განსაკუთრებულს უნდა ხდიდეს. ეს საოცარი შეგრძნება. ეს არის პატივისცემისა და ღირსების შეგრძნება. მინდა ვთქვა, რომ ეს შეგრძნება ყველას უნდა კონდეს. და ეს არის ის, რასაც გულში მისიის სახით ვატარებ. პირველ რიგში მინდა მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ჩვენ განსხვავებულები არ ვართ. იცით, ჩვენ ერთნაირები ვართ. ლედინა ლამაზი სამზარეულო, ლედინა საოცარი მემკვიდრეობა. და იმ დღეებში მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ცხოვრებაში ჩვენც გვაქვს ნათელი წერტილები. მოგესმით? დიახ, მოგვიყევით ცოტა თქვენ შესახებ. ვიცი, რომ იერუსალიმში გაიზარდეთ. 13 წლის ასაკში ჭურჭლის რეცხვით დაიწყეთ. ანუ თქვენ თითქოს სუში შეფი იყავით თქვენ საფთასთან ერთად, ჟღერს რომ ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ. მან შეგაგონათ? დიახ. საფთა, ჩემი საფთა მუხა. ის ყოველთვის იქნება ჩემი ყველაზე დიდი შეფი, ვისაც შევხედავ, ვისგანაც ვისწავლი და ხუმსაც დავაფასებ. დავიწყე როგორც ჭურჭლის მრეცხავმა. დიახ, იერუსალიმიდან ვარ. ჩემი ცხოვრების ბევრ ეტაპზე. და ბოლოს აქ მაიამიში მოვხდი. დავიწყე როგორც ჭურჭლის მრეცხავმა. გადამჯერა, რომ როცა გინდა რაღაცის აშენება, უნდა დაიწყო ქვემოდან. იმ დღეებში ყოველთვის მესმოდა ჩემი დამხმარეები, მზარეულები, ჭურჭლის მრეცხავები. იცით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ. და ყველაზე ლამაზი რამ უტრაში ისაა, რომ ისინი არ არიან ჩემი თანამშრომლები, არ არიან ჩემი პერსონალი, ისინი ჩემი ოჯახია. და ყოველ ჯერზე, როცა რესტორანში მივდივარ, პატარა ცერემონია გვაქვს, ვეხვევით, გვიყვარს ერთმანეთი და ვაფასებთ ერთმანეთს. ასე უნდა მუშაობდეს რესტორანი. რატო? იმიტომ, რომ როცა საჭმელს მიართმევ, საჭმელში იელში ძალიან ბევრი ენერგია. და ამ ენერგიას ადამიანებს აჩვდი. და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ მინდა ადამიანები ბედნიერები იყვნენ, როცა მოდიან მუტრაში სამსახურზე ან მუშაობაზე. და ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად ბებიამ მასწავლა. მან მითხრა, მოусმინე, არასდროს დაივიწყო. რეპუტაცია სჯობს ნებისმიერ სიმდიდრეს მსოფლიოში. იყავი თავმდაბალი, იყავი კარგი ადამიანი და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ეხმარება. ის ნამდვილად ბრძენი ქალია, მაგრამ რატომ კოშერი? ანუ შენ მას მოდურად აქცევ. ვიცი, როგორც თქვი, ღია სამზარეულოა და ასე შემდეგ. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? შენ თვითონ არ ხარ ორთოდოქსი. რატომ იცი ავრცელებ ამ სიტყვას და ამზადებ სავსე თეფშებს, რომ ყველა მისი ამოვნოს?
მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ იცი რომ მინდა აღვნიშნო მიხავს ამას მიშლენის თემამდე ერთი წამით. ერთ-ერთი რამ რასაც მიშლენი ცდილობს აჩვენოს როცა ვარსკვლავს ანიჭებს არის შეფის ხასიათი. დაუშვათ რომ უკვე ფლობ ხელობის ოსტატობას, ინგრედიენტების ხარისხს და ტექნიკას რომელსაც იღენებ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ არის ის ისტორია რომელსაც შეფი ცდილობს მოყვეს როცა მენიუს ქმნის. ჩემს თავში ვეძებდი პასუხებს, როცა აქ ვიყავი, აქ მარტო ვიყავი. და როცა მარტო ხარ, ზოგჯერ ძალიან ადვილია დაივიწყო, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. და ბედნიერი არ ვიყავი. იყო ერთი ქალი, ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა ერთ დღეს გავიღვიძე და ვთქვი: "ჰეი, ვინ ხარ? იცი, შენ არ იქცევი როგორც ნამდვილი ებრაელი, შენ არ იქცევი როგორც ისრაელი, შენ ცხოვრობ შეერთებულ შტატებში." და მე უცებ მივხვდი. ასე რომ, როცა ხალხი მეკითხება, რატო ვიცავ კოშერს, პასუხი ძალიან მარტივია. ეს ვარ მე. ეს ჩემი ისტორია, ეს ჩემი მემკვიდრეობა, ეს ჩემი რელიგია, ეს ჩემი მემკვიდრეობა. და ეს არის ის, რასაც ბებია მიკეთებდა. მან არასოდეს მომიმზადა არა კოშერი. ამიტომ რომ მე მოვყვე ამ ისტორიას, უნდა ვიყო ერთგული საკუთარი თავის და ღმერთის მიმართ. და დღის ბოლოს მე, ჩემი მშვენიერი, საოცარი პარტნიორი, მაიკლი, ჩემი მენეჯერი ნოახი, ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ. ღმერთმა მოგცა ეს შესაძლებლობა. და მე არ მინდა ეს დამავიწყდეს, იცით? უბრალოდ მინდა რადაც გაჩვენოთ. გუშინ მივიღეთ. ვაუ, შეხედე ამას, ეს ძალიან მაგარია. ვაუ, დიახ. ზემოდან გიღიმის. მადლობთ და მართლა მინდა მიუძღვნა ეს, ვიცი დრო არ გაქვს, მაგრამ მინდა მიუძღვნა ჩვენს მშვენიერ ხალხს. მინდა მიუძღვნა თითოეულ ჩვენგანს. და ყველაზე მეტად მინდოდა ეს მიმეძღვნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლიათ, რადგან საზოგადოებამ უთხრა, რომ ისინი არ არიან საკმარისად კარგები, არა, თქვენ კარგები ხართ. და იბრძოლეთ და უგულებელ ყავით იმ ადამიანებს, ვინც არ გჯერათ. ეს მოგცემთ ასეთ შედეგს. ვაუ. მე შევძელი. ესეთი ემოციური იყო. კიდევ ერთხელ მადლობა და მადლობა ყველას, რომ უყურეთ ებრაული სამყაროს ყოველკვირეულ გადაცემას. დღეს თქვენთვის დატვირთული შოუ გქონდა. გისურვებთ კვირის სასიამოვნოდ გაგრძელებას და მომავალ კვირას ისევ აგნახავთ.